გახსოვთ წინა ვიდეოში მერვე დანაკარგზე გესაუბრეთ, როგორც ადამიანური რესურსის პოტენციურად გამოუყენებელ რესურსზე. Აი ეს არის სწორად სევდიანი დანაკარგი, ალბათ ყველაზე სევდიანი დანაკარგი, ესე ვიტყოდი. წარმოიდგინეთ ნიჭიერი თანამშრომელი, რომელიც აიყვანეთ და რომელიც დაკავებულია ისეთ რუტინულ საქმეზე, როგორიც არის ერთი Excel-დან მეორე Excel-ში მონაცემების კოპირება. ან რაღაცა, ასე ვთქვათ, ფურცლიდან ინფორმაციის სისტემაში შეყვანა რეგისტრაცია. ეს არის საკმაოდ რუტინული და რობოტული საქმე. აი ამ ვიდეოში მინდა გესაუბროთ აი ამ დანაკარგს როგორ შეგვიძლია ჩვენ ვებრძოლოთ და კონკრეტულად როგორ შეგვიძლია ის აღმოფხვრათ ერთი საკმაოდ დიდი რევოლუციური ტექნოლოგიით, რომელსაც ქვია RPA. RPA იშიფრება როგორც Robotic Process Automation, ანუ პროცესების რობოტული ავტომატიზაცია და მას შეუძლია ადამიანს გამოუთავისუფლოს სხვადასხვა განმეორებადი და რუტინული საქმე. ჩათვალეთ, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აყვავს ჩვენ სამსახურში, მისთვის საკმაოდ მოსაწყენია, როდესაც ძირითადად რუტინაზე ყავს დასაქმებული განმეორებით საქმეს ვაკეთებინებთ და ამ შემთხვევაში საკმაოდ მოსაწყენია ეს მისთვის. რატომ? იმიტომ რომ მისი ინტელექტუალური შესაძლებლობები ბოლომდე ვერ ვლინდება, ბოლომდე ვერ ვიყენებთ მას, ბუნებრივია და სწორად აქ მოდის ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი ტექნოლოგია, RPA ტექნოლოგია, რომელიც გვეხმარება ამ შემთხვევაში ასეთი რუტინული და მოაბეზრებელი საქმეები დაუდელეგიროთ და მივცეთ ამ ჩვენს რობოტს, ხოლო ადამიანი, ასე ვთქვათ, მეტად წავახალისოთ იმითი, რომ იფიქროს ინოვაციებზე, იფიქროს კრეატიულ საქმეზე და დრო დაუთმოს სხვადასხვა ანალიტიკურ საქმიანობას. ზოგჯერ RPA-ის ხსენების დროს რობოტებთან დაკავშირებით მეტალის რობოტები წარმოუდგებათ ხოლმე, რომელიც შეიძლება ოფისში დადიოდნენ. თუმცა ჩვენ შემთხვევაში ჩვენ საუბრობთ ციფრულ რობოტებზე, რომელიც ჩათვალეთ არის თქვენი ციფრული თანამშრომელი, ასევე ოფისში ყავს დასაქმებული, თუმცა მას აძლევთ ზუსტად რომ რობოტულ საქმეს. ხოლო ადამიანი თავის პოტენციალს ავლენს და სწორედ აქ შანსი ის, რომ აი ამ დანაკარგს ესე აღმოვფხვრით ჩვენ. ავიღოთ ერთი მაგალითი. თქვენი თანამშრომელი, რომელიც მუშაობს გაყიდვებში, წარმოიდგინეთ, რომ ყოველ დილით მოდის სამსახურში და მას სჭირდება სადღაც 2 საათი, რომ ჩაჯდეს და სხვადასხვა სისტემიდან ამოიღოს მონაცემები, გაერთიანოს და შექმნას ერთი რეპორტი, რომელიც შემდგომ მას აჩვენებს გაყიდვების ტრენდებს. და ამაში ის ხარჯავს 2 საათს. ნაცვლად იმისა, რომ იფიქროს თუ რა მოხდა, აანალიზოს პირდაპირ გაყიდვების ტრენდი, გაიზარდა თუ შემცირდა და იფიქროს იმაზე, თუ როგორ გააუმჯობესოს ის. ამ შემთხვევაში ამ პროცესს სრულად ჩაანაცვლებდა ციფრული რობოტი და უფრო მეტიც, თანამშრომელი, რომელიც დილით სამსახურში მოვიდოდა, მას უკვე მზად დახვდებოდა ეს რეპორტი. და აი ამ 2 საათს სრულად მიუძღვნიდა ის უკვე იმ ანალიტიკურ საქმეს, რომელსაც შეუძლია უკვე ადამიანი ჩართულობა და მნიშვნელოვანი ადამიანის ჩართულობა და არა რობოტის, რომელიც უკვე იფიქრებდა ანალიტიკურად, კრეატიულად, ინოვაციურად და ასე ვთქვათ, სწორ გადაწყვეტამდე მივიდოდა. ამიტომ ეცადეთ თქვენს ყოველდღიურობაში აღმოაჩინოთ ასეთი რუტინული საქმეები, რომელიც დამერწმუნეთ საკმაოდ ბევრი გვაქვს, დაუდელეგირეთ ციფრულ რობოტებს და ეს გაგიმარტივებთ თქვენს სამუშაოს, გახდით უფრო ეფექტურს, დაგიზოგავთ ხარჯებს და თქვენს თანამშრომლებსაც გახდით მეტად ბედნიერს. დამიწერეთ კომენტარებში, თუ თქვენ საქმიანობაში რომელია ყველაზე რობოტული საქმე და მე დაგეხმარებით იმაში, თუ როგორ შეიძლება ამ საქმის ავტომატიზაცია. დაალაიქეთ ჩვენი ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაგველოდეთ შემდგომ უკვე უფრო საინტერესო და პრაქტიკული ვიდეოებისთვის.